მე ვარ გიგი ზოიძე 8 წლის. სწავლობ ჩაქვის სასულიერო გიმნაზიაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ფეხბურთი, ცეკვა და ხატვა. ამ სამიდან ყველაზე უფრო მიყვარს ფეხბურთის თამაში. 3 თვე ავთამაშობ ბათუმში. ფეხბურთი მიყვარს ბავშვობიდან და სულ თამაშობ. ბათუმში ჩემი მწვრთნელია დათო მასწავლებელი. ის არის მხიარი და ზოგჯერ ყვირის ხმადაბლა. მე ვთამაშობ მარცხენა თავდამსხმელის პოზიციაზე. ჩემი მთავარი მოვალეობაა გოლების გატანა. ჩემს კარიერაში 60 გოლი მაქვს გატანილი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ჩემმა გუნდელმა ჩამიწოდა და მე თავი დავარტყე და გავიტანე. მე კარი იდგა გაყინული და არც გადამხტარა. ჩემი საუკეთესო თვისებაა მატაობა. გამოსასწორებელი მაქვს მარცხენა ფეხით თამაში. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის რონალდო. საყვარელი გუნდია მადრიდის რეალი. საქართველოს ნაკრებში მინდა ვითამაშო 7 ნომრით. უკვე მქონდა 60-მდე შეჯიბრება. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა კლუბათა თამაში, რომ მოვუგეთ 28-15. მე გავიტანე 2 გოლი და გავაკეთე 3 ასისტი. 3 წლის რო ვიყავი, მაშინ გადავწყვიტე ფეხბურთელობა. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშე 43 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები საწყის უფროსი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი სუპერმენი. ახლა მინდა ვიყო 20 წლის, იმიტომ რომ ვითამაშო დინამო ბათუმში. მე ასევე მიყვარს ცეკვა. უკვე 2 წელია ვცეკვა ვერისეულში. ცეკვაზე რომ შევსულიყავი, იყო მამიკოს სურვილი. თვითონაც კარგად ცეკვავს და ძველი მოცეკვავეა. ახლა ვემზადები და მალე მეკნება კონცერტი. ჩემი საყვარელი ცეკვა არის რაჭული. ამ ცეკვაში ვიცეკვავ სოლოს. დედიკოს მასწავლებელმა მიწერა, რომ შენ ბიჭი უნდა ვაცეკვო სოლოზეო და მე კარგი დრო რო გავიდა, მაცეკვა სოლო. ეს ამბავი რო გავიგე, იმ ღამეს სიხარული არ მიძინია. ჩემი საყვარელი ლეთია ეს. მე ვაპირებ კიდე ვიცეკვო 5 წელი. მე ყვარ ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მყავს კარგი მასწავლებელი და კარგი კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ივანე კონცელიძე. ყველაზე ჭკვიანია რეზი ყუშუბაძე. ყველაზე ცერქი არის ანარი ცეცხლაძე. ყველაზე მშვიდია დამიანა. მე ვარ ყველაზე ბეჯითი და სიმპათიური. შეყვარებული არ მყავს და გოგოებს ვეუბნები უარს. ჩემი გამოსვლით ახლა მოვწოვარ 3 გოგოს. ეს რომ მოვიყვან ვიქნები 35 წლის. ჩემ ცოლს დავარქმევ ნათიას. ის უნდა იყოს ჭკვიანი, ლამაზი და ქერათმიანი. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელი არის ირმა კონცელიძე. იმიტომ რომ ხიარული არ ყვირის და კარგად ცხნის გაკვეთილებს. სახლში ვცხოვრობთ მე, ბებია, მამიკო, დედიკო, ძმები, ბიცოლა, ბიძია და ბიძაშვილები. კიდე მინდა მყავდეს 2 ძმა და 1 და. მამიკო არის ბეჯითი, ძლიერი და სიმპათიური. დედიკო არის თბილი, ლამაზი და მშრომელი და სულ მეხუთება. ბები არის ლამაზი, ახალგაზრდა და მხიარული. ჩვენ ვარ ძალიან დიდი და ლამაზი ოჯახი. მე ყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია დოგმენი. მე რომ მწერალი ვიყო და ვწერდი წიგნს ცნობილ ფეხბურთელებზე. ერთი თავი მომეცნობოდა მე. ჯადოსნული ჯოხი რომ მქონდა ჩემს ეზოში გავაჩენ დიდი სტადიონს. მე ასევე მიყვარს ხატვა და დავდივარ ხატვის წრეზე. მშობლებმა შეამჩნიეს ბავშვობიდან რომ მე ვიყავი ნიჭიერი. ყველაზე ხშირად ვხატავ სოფლებს, ხეებს და ადამიანებს. იმიტომ ვხატავ რომ კარგად გამომდის და მანიჭებს სიამოვნებას. ისე კარგად ვხატავ რომ მგონი მალე გავყიდი. თითო ნახატი ეღირება 10 ლარი. ბევრი ფული რომ მქონდეს ავაშენებდი ჩემი ოცნების სახლს. ეს სახლი იქნებოდა 4 სართულიანი და ეზოში მიგნოდა სტადიონი. და ჩემი ცოლ-შვილი ვიცხოვდის მეორე სართულზე. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარი არის PlayStation 5. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რატომ არის კარგი ბიჭი? მე მაგალითად იმიტომ ვარ კარგი ბიჭი, რომ კარგად თამაშობ ფეხბურთს, კარგად ხატავ და კარგად ცეკვავ. კიდევ იმიტომ რომ მამიკო და დედიკოს ვუჯერებ და კარგად ვიქცევი. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში, დედიკოსთან ჩახუტება და საჩუქარის გაკეთება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.